ფედერაციის ორგანიზებით ქალაქ სენაკის სპორტის სასახლეში ჩატარდა საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი. ფეხბურთის ფედერაცია წლიდან წლამდე ვითარდება, წარმატებებს აღწევს. ეს შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება გავაკეთოთ ესეთი ანალიზი. წლევანდელ მაღონისძიებამაც აჩვენა, რომ ჩვენი სპორტსმენები ძალიან წინ წავიდნენ, განვითარდნენ. ვიასპარეთ საქართველოს ჩემპიონატზე და დავიკავე პირველი ადგილი. მეტოქეებს რაც შეეხება ძალიან ძლიერი მეტოქეები მყავდა, თუმცა ჩემი მომზადებით შევძელდა ისინი დავამარცხა. ძალიან რთული იყო, ვემზადებოდი, კარგი ოპონენტები შეხვდა. მადლობა ჩემს მწვრთნელებს რომეო გაბლაიას და ჯოვანი ჩხაბელიას და კარგი შეხვედრები იყო, დაძაბული და დაძაბულ ორთაბრძოლაში გავიმარჯვე. ჩვენმა კუდოისტებმა აჩვენეს მაღალი დონე. იყო ძალიან დაძაბული ბრძოლები. ასევე მინდა აღნიშნო, რომ ჩვენი მოქმედი კუდოისტები, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე გადიან, პირველად მიიღეს მონაწილეობა ოფიციალურ შეჯიბრის მსაჯობაში, სადაც მიიღეს გამოცდილება. ძალიან კარგად გამოვიდა ჩვენი გუნდი, კოლხეთის გუნდი, სადაც ჩვენმა გუნდმა შეძლო და დაიკავა 11 პირველი ადგილი, ავიღეთ გუნდური თასი, რაც ჩვენთვის არის ძალიან სასიხარულო, შრომა დაგვიფასდა და შემდეგში ვეცდებით, რომ კიდევ უფრო მაგარი შედეგები დავდოთ. არა მარტო საქართველოში, მის პრობლემებს გარკვევით. Romeo Gabriel.